საღამომშვიდობის ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე მუშაობს. ოზურგეთის ნომერ მე-60 საოლქო საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნებს მომზადებული ხდება. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 9 საარჩევნო სუბიექტი იბრძოლებს. არჩევნებამდე 3 დღით ადრე, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში განგვიცხადეს, წინა საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კომისიები და უბნები არჩევნებისთვის მზად არიან. საარჩევნო უბნები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. ერთიანისი საბოლოო ვერსია ყველა უბანზე გამოკრულია. ამომრჩეველის პარათებს საუბნო საარჩევნო კომისიები უკვე არიგებენ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც ხარდაჭერა ჭირდება, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ყველა უბანი შესაბამისი კაბინებით იქნება აღჭურვილი. ამ დროისთვის ამ საჩივარი არ ფიქსირდება საოლქო საარჩევნო კომისიაში. პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ტელეკომპანია გურია TV-ს ეთერში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. დებატებში 3 კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. გურია TV-ს პირდაპირ ეთერში გამართულ დებატებში მონაწილეობა მაჟორიტარი დეპუტატობის 3 კვალიფიციურმა სუბიექტმა მიიღო. დავით მამალაძე საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ნინო გოგუაძე უსუფაშვილი რესპუბლიკელები და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. დებატების ფორმატიდან გამომდინარე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეპასუხათ წამყვანი შეკითხვებისთვის. კანდიდატებმა ასევე ოპონირება გაუწიეს ექსპერტების შენიშვნებს თავიანთი პოლიტიკური პარტიების პროგრამებთან დაკავშირებით. უპასუხეს მაყურებლის შეკითხვებს. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას საუბრის ძირითადი თემები გახლდათ. შოის კულტურის განვითარება და განათლების ხელმისაწვდომობა ამ მიმართულებით კანდიდატებმა უფრო ვრცლად ისაუბრეს. გადაცემის ბოლოს სტუმრებს ერთმანეთთან შეკითხვის დასმის შესაძლებლობაც მიეცათ. დებატების საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ განხორციელდა. დებატების შედეგს განსაზღვრავს შემდეგ 8 ოქტომბრის არჩევნები. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი, მე დიდი მადლობელი ვარ მოწვევისათვის და ვფიქრობ, რომ ნაყოფიერად ჩაიარა თქვენმა შეხვედრა. ამორჩევას არ აინტერესებს ჩვენი დაპირისპირება, ეს არ არის ბრძოლა, ჩვენ არა ვართ ომში, ჩვენი ვალდებულება ამორჩევას გავაცნოთ, ჩვენი გეგმები, ჩვენი პარტიული ხედვები და ჩვენი მიზნები რა გვექნება შემდეგში. ამიტომ ამ ხრივ უფრო და უფრო იმედია დავიხვეწებით, უფრო და უფრო განვითარდებით და საბოლოო ჯამში ხალხს მომასვენებთ იმას, რისი მოსმენაც სჭირდება. მივესალმებით დებატს და აზრთა ჭიდილს, ვინაიდან ეს ეხმარება მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. დებატებმა ჩაიარა ძალიან კონსტრუქციულ ვითარებაში და ჩვენ მოვისმინეთ ოპონენტი პარტიების არგუმენტები და კომპონენტები, რომელიც მათ აქვთ პროგრამებში, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დღეს როგორც მე, ასევე დარწმუნებული ვარ ტელემაყურებელი, დარწმუნდა, რომ ქართულ ოცნებას ჩვენს გუნდს ამ არჩევნებში ყავს ყველაზე ძლიერი ლიდერი, ყველაზე ძლიერი გუნდი და ყველაზე ძლიერი პროგრამა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 90 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. სოფელ მერიაში დანგრეული შენობა უკვე კეთილმოწყობილი და გარემონტებული საცხოვრებელი გახდა. მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში ეგრეთ წოდებული ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 5 სართულიანი მრავალბინიანი სახლის რეაბილიტაციის შემდეგ ახალი ბინით 90 უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდა. რეაბილიტაციის ფარგლებში შენობის ელექტროფიკაცია მოხდა. დამონტაჟდა ჭაბურღილი. ბინის მაცხოვრებლები ლაბორატორიულად შემოწმებული გაფილტრული სასმელი წყლით მარაგდებიან. ბენეფიციარები მუდმივ მოქმედმა კომისიამ შემოტანილი განცხადებებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე შეარჩია. 5 სართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე 752.879 ლარი დაიხარჯა. ძალიან კარგი ბინა, მადლობის მეტი, არაფერი არ გვექვის, შემოვედით სულ და გაწკრიალებული, ერთჯერადად ყველაფერი მართლა ნორმალურადაა. ჩვენი ვეშის გარდა რემონტი არაფერზე არ ჩაგვიტარებია მართლა. ძალიან კმაყოფილი ვარ. გეითვალისწინა ჩვენი მდგომარეობა 3 თვეში გააკეთა ისე სულ ყველაფერი, რომ დაწყებული უნიტაზიდან დამთავრებული დასალევი წყალი გინდა, რა გინდა სულ ყველაფერი გვაქვს. აი პლასტიკური ფანჯრები ორფინი, კარებები უძვირფასესი.
ცხოვრობს 60-ხიან ბინაში 4 სული დღე აღარ მეშინია, ღამე არ მეშინია. რკინის, კარებიანა ყველაფერი ჩასმული. უმძიმესი პირობები, ალბათ ბოსელში არის ცხოვრება ადამიანი ამ წლების მანძილზე 10 წელია. ესე იგი დავიღალე განცხადებების ნაწერი. რა ინსტანციას არ მიმართე, ვერ წარმოიდგენდა ბავშვმა ეხლა შეხტა ეს ძველი ჩემი განცხადებები და დედა ამას რა უყოდა. გადაყარე შვილო სანაგვერში, ჩემი ტანჯვა წამება დასრულდა. ეხლა აქ თავი მგონია რაღაც ღაპარ სივრცეში მოვხდი. ეს ვიმყოფებით სოფელ მერიაში, სადაც რეაბილიტაცია ჩაუტარეთ ძველ 5-სართულიან შენობას, სადაც ფაქტობრივად არანაირი კომუნიკაცია არ არსებობდა და შესაბამისად ჩვენთან შემოსული განცხადებები, რომელთაც ადამიანები ითხოვდნენ დაახლოებით 20-30 წლის განმავლობაში თავშესაფარს, ამ ერთ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა რეაბილიტაცია ამ შენობისთვის და 90 უსახკაროსთვის გადაგვეცა ბინები. დღეს ისინი საკმაოდ კარგ პირობებში იმყოფებიან. მუნიციპალიტეტის ზრუნავს ასევე კიდევ უფრო განვავითაროთ ამ მიმართულებით მუშაობა, მოსახლეობას ვეხმარებით სხვადასხვა საშენი მასალებით და ეს პროცესი არის შეუქცევადი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება ჩვენი დახმარება. თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა SMS-ებით მოქალაქეების ინფორმირების სისტემა დანერგა. SMS-ების დაგზავნა მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სხვადასხვა საკითხებზე მოხდება. საკრებულო და ბიუროს ხდომები, ბიუჯეტის განხილვა, სოფლის პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამის თაობაზე მოქალაქეებს ინფორმაცია წინასწარ დაეგზავნებათ. SMS-ების დაგზავნის მონაცემთა ბაზაში, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მიერ არის მომზადებული, ამჟამად 832 ჩანაწერია. SMS-ების დაგზავნის მონაცემთა ბაზა სოფლების სპეციფიკაციაზეა მორგებული. ამ მომენტისთვის საკრებულოს 830-იანი ბაზა აქვს, ვინც თანახმა იყო რომ მიიღოს შეტყობინება საკრებულოს ხდომების, ბიუროს ხდომების და კომისიების ხდომების. ეს ბაზა ღია, ეს ასე ვთქვათ, ღია იქნება საკრებულოს ვებგვერდზე ახალი მსურველებისათვის, ვინც დაეთანხმება და თანახმა იქნება შეარჩევს მისთვის საინტერესო სფეროებს, რასაც საკრებულო მუშაობს, შეუძლია დააფიქსიროს თავისი მონაცემები და ავტომატურად დაემატება ბაზაში, რომ შემდგომ მიიღოს SMS შეტყობინება საკრებულოს საქმიანობის, გასამართის ხდომების, კომისიების ხდომების, ბიუროს ხდომების და ასე შემდეგ. ანუ საკრებულომ ფაქტიურად დღეს დანერგა მოქალაქეთა ინფორმირების, შეტყობინების აი ეს წესი SMS-ების საშუალებით. ახლა ჩვენს ეთერში სპორტის სიახლეების დროა. ოზურგეთში ოლიმპიურ სახლში აღმოსავლური ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები გაიმართა. ოზურგეთის ოლიმპიურ სახლში საჩვენებელი გამოსვლა შედგა. რინგის ზემოთ მეორე სართულზე სპეციალურად მოწყობილ ადგილზე მაყურებელს შეეძლო სპორტული ღონისძიებებისთვის ცალკური ედევნებინა. ღონისძიებას ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი მოსაზრებით ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად სპორტული აქტივობები აუცილებელია. ესეთი ოლიმპიური სახლები ბევრი უნდა იყოს გურიის რეგიონში, რადგან ახალგაზრდობა სპორტით იყოს დაკავებული და ქუჩაში ბიჟაში დგომით არ გამოიხატებოდეს თავიანთი ენერგია და თავისი დრო არ დაკარგონ ტყუილად ქუჩაში დგომით. მე მოხარული ვარ, რომ ეს სპორტული გენოფონდი უნდა შეიქმნას გურიის რეგიონში, უნდა განვითარდეს და რა თქმა უნდა ეს დაწყებულია, ამას ვეღარ შეაჩერებს და მე თვითონ ინიციატორი ვარ იმის, რომ ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარდეს და ჩვენ გვიხარია რომ პრინციპში ოლიმპიურმა სახლმა რასაც ქვია ჩვენი შინაარსი რითაც იყო ჩადებული ის ყველაფერი მოახერხეთ რომ ის ყველაფერი გაგვეკეთებია უკან ბავშვებიც საცურაო ბასენი სადაც გავაკეთეთ ჩვენ უკვე ნახეთ რომ ბავშვები უკვე როგორ აქტიურად არიან უკვე მოწოდებული და უკვე შეჯიბრებებს იღებენ უკვე მონაწილეობას და ჩვენი მიზანი არის ეს რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვები დავასაკმოთ სპორტით იყოს დაკავებულები სპორტით და ჯანმრთელი ცხოვრებით. ოზურგეთის სპორტის სასახლეში კალათბურთში გია გოგულაძის სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება გაიმართა. ოზურგეთის სპორტის სასახლემ კალათბურთში გია გოგულაძის სახელობის გარდამავალი თასის გათამაშებას უმასპინძლა. შეჯიბრში ქალაქ ოზურგეთის გუნდები აქტიურად ჩაებდნენ და გულშემატკივრებს ლამაზი სანახაობაც აჩვენეს. ფინალში გუნდები გურია 1 და ბახმარო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბულ ორთაბრძოლაში დამაჯერებელი ანგარიშით 66-34 გუნდმა ბახმარომ გაიმარჯვა და გია გოგულაძის სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლა გუნდი მემფისის წინააღმდეგ გურია 2 სასარგებლოდ წარიმართა და საპრიზო ადგილით დაისაკუთრა.
ტურნირის ბოლოს გამარჯვებულებს ორგანიზატორებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობამ პრიზები გადასცა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში ორგანიზატორებს, პატივცემ იმას, რომ ვაფასებს ჩვენი ქვეყნის გმირებს და დღევანდელი მატჩი დაძაბული აღმოჩნდა. გავიმარჯვეთ საბედნიეროდ და გივა გოგოაძის სახელობის თასიც მოვიპოვეთ და მისული ყოველთვის იცხოვრებს ჩვენ გულებში. ჩვენ ტრადიციულად ყოველწლიურად ვატარებთ გია გოგოაძის სონესადმი მიღწევის კალათბურთში. ტრადიციული სახე აქვს მიღებული, ქალაქის 4 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას. აქედან ყველა გუნდი დასაჩუქრდება თასებითა და სიგელებით. მომავალში გეგმავთ უფრო ფართო მასშტაბიანს და უფრო ტრადიციულ სახეს მიცემთ და რამოდენიმე გუნდი დამატებით მიიღებენ კიდე მონაწილეობას. ტურნირი გია გოგოაძის დაბადების დღეს მიეძღვნა, რომელსაც ეროვნული გმირის თანამებრძოლები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. როგორც გმირის დედა იხსენებს, გია აქტიურად იყო დაკავებული სპორტით და კალათბურთის გუნდში თამაშობდა. ქალბატონიაძე იყო ჩემი შვილის მწვრთნელი, როცა თამაშობდა გია. შემდეგ წავიდა თბილისში. თბილისში ითამაშა, მე რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოვიდა და წავიდა ავღანეთში. საიდანაც აღარ დამიბრუნდა. დღეს ჩემი გია შესრულდებოდა 26 წლის. ცოტათი ემოციებით, ცოტაც აღელვებაც და უფრო რაღაცნაირად ვარ, მაგრამ აი დღევანდელმა დღემ უფრო ნათლად დამანახა ის, რომ არ იკარგება ქართველი ჯარისკაცების ღვაწლი, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა მოვუხადო მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომელმაც ეს თამაში უზრუნველყო და ორგანიზაცია გაუწია აი ამ ყველაფერს. გია გოგოაძის სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება ტრადიციულ სახეს ატარებს და ყოველწლიურად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით იმართება. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.